ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ შეკრება პოლიტიკური და სამოქალაქო ერთობის დემონსტრირება უნდა გახდეს. ორგანიზატორთა შეფასებით აქცია განსხვავებული ფორმატით წარიმართება და წინა დემონსტრაციებისგან გამორჩეული იქნება, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია ამ შემთხვევაშიც არ ფიქსირდება. პარტია გახარია საქართველოსთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს, რაც ხელისუფლების ოპონენტთა შორის განსხვავებულ ხედვებს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის. მართლ პარტიაში კი საპროტესტო გეგმებს სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ აქციას რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევის მცირე შანსი აქვს. 26 მაისისთვის მზადების პროცესსა და ამ თემაზე პოლიტიკურ მხარეთა პროგნოზებს მაშო დიასამიძე გაეცნო და საკითხის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაშო, გისმენთ. ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის აქციისთვის განსაკუთრებულად ემზადება ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაწყებული კამპანიის ფარგლებში. ისინი იმყოფებოდნენ რეგიონებში, სადაც შეხვდნენ მოქალაქეებს, ასევე ბოლო კვირის განმავლობაში მათ დაიწყეს კამპანია კარდაკარი. ამჯერად უკვე თბილისში ისინი უბნებში ხვდებიან მოქალაქეებს, აწვდიან ინფორმაციას 26 მაისის შესახებ, ასევე აცნობენ გეგმებს. ამას ერთად როგორც 9 პოლიტიკური პარტია აცხადებს ამ ალიანსში შემავალი, თვლიან, რომ ეს დღე მათი ერთობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრირება იქნება. ამას ერთად როგორც თავად აანონსებენ, ამ დღეს მოქალაქეები აქციაზე დამოუკიდებლობის დღეს მოისმენენ პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს, მათ მიმართვებს, ასევე უნდა ველოდოთ პოზიტიურ სიურპრიზებს. ამას ერთად აცხადებენ, რომ ეს დღე იქნება ბრძოლის ახალი ეტაპი და უკვე განსხვავებული სიახლეების მოსმენა შეეძლებათ მოქალაქეებს 26 მაისის აქციაზე. 26 მაისის აქცია მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს მსოფლიომ პირველ რიგში, რომ ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისთვის, გრძელვადიანი მშვიდობისა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისათვის. ამიტომ ამ აქციაზე ჩვენ ველოდებით არა მხოლოდ პარტიულ მხარდამჭერებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. 26 მაის რუსთაველზე მიიღო ჯერმსვლელობაში მონაწილეობა და შემდეგ დაესწრონ ამ აქციას, რადგანაც ეს არის გარკვეული პასუხი 2 წლიან რეპრესიებზე რეჟიმის, იმიტომ ნებისმიერ რეჟიმის კონსოლიდაცია ხდება მაშინ, როდესაც წინააღმდეგობა გატეხილია და 26 მაისს საქართველოს და თბილისი განსაკუთრებით ეთყვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა. ჩვენ მივუყავით ჩვენს დღის წესრიგს, არ გვაინტერესებს რას აპირებენ ეს ადამიანები. ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას გავყვებით და ვიქნებით საქართველოს მოქალაქეების გვერდით, იმიტომ რომ დღეს 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევები აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე ეს ალიანსი და ალიანსის ერთობა. როგორც მოისმინეთ, ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებულ 26 მაისის აქციას არ უერთდება პარტია გახარია საქართველოსთვის. ისინი აცხადებენ, რომ არ შეეძრება ესეთი მნიშვნელოვანი დღის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ქართულ ოცნებაში. უკვე ტრადიციულად აკრიტიკებენ კვლავ ოპოზიციური ალიანსის გეგმებს და უკვე წინასწარ მეტყოლებენ მარცხს. ამასთან ერთად ქართულ ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსის მიზანი 26 მაისს არის, რომ საკუთარ პატრონებს, უცხოელ პატრონებს დაანახონ თუ რამდენი არიან. ჩვენ ვიცით რა არის ამ შეკრების მიზანი. მიზანი არის, რომ რაც თქვენ თვითონაც საჯაროდ წამოწდათ, რომ მიზანია, რომ მათ გარეთ დამკვეთებს თავები დაათვლებინონ. რომ აჩვენონ, რომ საკმარის რაოდენობა არიან და აგერ ასრულებენ მათ დაკვეთად. როგორ შეიძლება ხო ამ ადამიანების ერთობა, სადაც არანაირი ღირებულებები არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა არის იმისკენ, რომ როგორმე რაიმე თანამდებობა, რაიმე ადგილი დაიკავონ, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. თან ერთად შეიყარა ის კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ აქვს. არაფერი სერიოზული დაგეგმა არ შეუძლიათ, უბრალოდ ჯერ თავის მომხრეებს დაანახონ, რომ ბრები არ არიან, რაც დაადასტურეს და მე უცხოელ პარტნიორებსაც რომ ბრები არ არიან და არ შეწყვიტონ ძალისხმევა და დაფინანსება და სხვა ხელშეწყობა მათთვის. ეს არის და ეს. 9 პოლიტიკური პარტიისგან დაკომპლექტებული ალიანსი ბოლო კვირების განმავლობაში და ბოლო თვეების განმავლობაში მოქალაქეებს ხვდებიან როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, თუმცა ამ შეხვედრებში არ მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა, ვინაიდან მაყურებელმა უკვე იცის, რომ დაპირისპირება ალიანსში გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა, რის შემდეგაც უკვე იყო ურთიერთდაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასა და დარჩენილ 8 პარტიას შორის, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც მოისმინეთ, ისინი ერთად იდგებიან 26 მაისის აქციაზე.